Გადაგასული პროდუქცია ბათუმში სურსათის ეროვნული სააგენტო საჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმის რამდენიმე სუპერმარკეტიდან დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღეს. შეფასე იალჩინ მარკეტსა და სუპერმარკეტ სტარში დაელუქა ქართული და უცხოური წარმოების საკონდიტრო ნაწარმი, სხვადასხვა სახის შოკოლადი, ჰალვა, კრუასანი, ნატურალური წვენები, ხორცისა და რძის პროდუქტები, ძეხვის, სოსისი, ლორი, კეფირი, კარაქი, იოგურტი, ჩიფსი, მაიონეზი. სუპერმარკეტ იალჩინში სატელევიზიო კომენტარზე უარი გვითხრეს შესყიდვების მენეჯერი პირად გამარტავს, რომ შემთხვევა ობიექტზე პირველად გამოვლინდა, რისთვისაც ადმინისტრაციამ გაფრთხილება მიიღო. ვადაგასული პროდუქციის არსებობას სუპერმარკეტ სტარშიც ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ პასუხისმგებელი პირი ადგილზე არ იმყოფება და სატელევიზიო კომენტარს კონსულტანტები დაუკითხავად ვერ გააკეთებენ. სურსათის უნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე სატელეფონო საუბარში გამარტავს, რომ სუპერმარკეტებიდან ამოღებული ვადაგასული სურსათი უწყებამ უკვე გაანადგურა. შემთხვევა იყო, რომელიც ჩვენი ბრალი იყო შემთხვევა გამოგეპარა და არა სიტყვა რაღაც ძალიან გავაკეთეთ და ამისთვის არის სახელმწიფო, რომელიც ბაზრობს ჩვენ საშუალებას, რომ გამოწმენს. საჭაროს რეგიონული სამმართველოს უფლებების მიერ მონიტორინგის ფარგლებში შემოსდა ბათუმში არსებული ორი მაღაზია, ეს არის სუპერმარკეტი ჩინი და სუპერმარკეტი სუპერსტარი. აღმოჩენილი იქნა მონიტორინგის აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ვადაგასული პროდუქცია, ვადაგასული სურსათი მოგვიწევს, რომ ესეთი სურსათი ეხმარება განადგურებას.